გამარჯობა, დღეს 27 ივნისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1977 წლის 27 ივნისს დაიბადა მადრიდის რეალის ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი რაულ გონსალეს ბლანკო. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. რეალთან ერთად მან მოიგო მრავალი ტიტული. მათ შორის 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასი და 3-ჯერ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა. 1984 წლის 27 ივნისს დაიბადა ამერიკელი ტელეწამყვანი, რეალიტი შოუს ვარსკვლავი, პროდიუსერი და ბიზნესვუმენი ხლოე კარდაშიანი. 1975 წლის 27 ივნისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ტობი მაგვაიერი. მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა პიტერ პარკერის როლის შესრულებით, რეჟისორ სემ რეიმის ტრილოგიაში ადამიანი ობობა. 1971 წლის 27 ივნისს დაიბადა ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი სერჟინიო. მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მილანში, სადაც მოიგო უამრავი ტიტული. 1989 წლის 27 ივნისს დაიბადა ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერი მეთიუ ლუისი. ის ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია ნევილ ლონგბოტომის როლის შესრულებით ჰარი პოტერის ფილმებში. 1959 წლის 27 ივნისს დაიბადა ამერიკელი მოდის დიზაინერი ვერა ვონგი. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და წარმატებულ ფიგურად მოდის ინდუსტრიაში. 1966 წლის 27 ივნისს დაიბადა ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და კომპოზიტორი ჯეი აბრამსი. მისი სახელი ასოცირდება ისეთ ცნობილ ნამუშევრებთან, როგორებიც არის დაკარგულები და ვარსკვლავური ომები. 1999 წლის 27 ივნისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი ჩენდლერ რიქსი. მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა კარლ გრაიმსის როლის შესრულებით პოსტ-აპოკალიფტურ სერიალში მოსიარულე მკვდრები. 1988 წლის 27 ივნისს დაიბადა ამერიკელი მოცურავე ქეით ზიგლერი. ის არის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და ყოფილი მსოფლიო რეკორდსმენი. მან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი რეკორდის დამხობა შეძლო, რომელიც 19 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო. 1995 წლის 27 ივნისს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური კრაკოვიას მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების 4-ვე მატჩში. მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთის კარში გატანილი გოლისას საგოლე გადაცემის ავტორი იყო ოთარ კაკაბაძე. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.